ევროპის სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა დღეს მოლოდინის რეჟიმშია და გადაწყვეტილებები მიღებული არ აქვთ ამ მედიკამენტის დანერგვისა და დაფინანსების შესახებ. და ჩემი ამ განცხადების შემდეგ აშკარად ოპოზიციურად განწყობილმა ერთ-ერთმა მედიამ საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია დაყრდნობით იმაზე, რომ ევროპული წამლის სააგენტოს მიერ მიღებულია პირობითი, ხას უსვამ, პირობითი ავტორიზაცია ჯივინოსტატის, რაც არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ამით ევალება თითოეულ ევროპულ სახელმწიფოს, რომ საკუთარ პროგრამებში დანერგოს ჯივინოსტატი და დააფინანსოს ეს მედიკამენტი. ამას არამც და არამც ეს არ ნიშნავს და არ შეიძლება ასეთი ინფორმაციების გავრცელებისას ამის არ თქმა საზოგადოებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ სიმართლე დაამახინჯო, ანუ ტყუილი შესთავაზო საზოგადოებას. რეალური მდგომარეობა ასეთია. პირობითი ავტორიზაცია ნიშნავს მათ შორის იმას, რომ ამ მედიკამენტს ჭირდება შემდგომი კვლევაც, შემდგომი დაკვირვებაც და გარკვევა საკითხისა, ეს წამალი არის უსაფრთხო და ეფექტიანი თუ არ არის. აი ზუსტად ამავე მიზეზის გამო ევროპულ სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა, რომლებიც თუ კი ავტონომიურად გადაწყვეტენ მომავალში, რომ დანერგონ ეს მედიკამენტი საკუთარ პროგრამებში და დააფინანსონ, ამის უფლება ევროპული წამლის სააგენტოსგან მინიჭებული ექნებათ. ვინც ამას არ გადაწყვეტს და არ გადაუწყვეტია ამ დრომდე ევროპულ სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობას, აი მათ აქვთ კითხვები, ისინი ეძებენ პასუხებს ამ კითხვაზე, როგორც ამას აკეთებს საქართველო, როგორც ელოდება საქართველო ამ კითხვებზე პასუხის პოვნას და შემდგომ იქნება შესაძლებელი რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ამ თემაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეც და ყველა ევროპულ სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა სწრაფად ნაბიჯების გადადგმისა. სამწუხაროდ დღეს ეს ეტაპი ამ წუთას არ დამდგარა, მაგრამ იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ეს მალე იქნება. აი რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ამ თემებით ჟონგლიორობენ, მედია საშუალებებს, რომლებიც პარაზიტობენ ამ თემაზე, იყენებენ ამას საკუთარი ბინძური პოლიტიკური გეგმების განხორციელებისთვის და არაფრად დაგიდევენ იმ ადამიანების გასაჭირს, აი რომელი ადამიანების გასაჭირსაც საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის იყენებენ, ეს რასაკვირველია, აბსოლუტურად ამორალურია, ეს აღმაშფოთებელია. ეს გამოჩნდა მათ შორის 26 მაისის თაობაზე როგორი იყო ოპოზიციის გეგმები, აი მაშინაც კარგად გამოჩნდა რეალურად რის გულშემატკივრობასთან გვაქვს საქმე.